გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ამდენი ფართო პროფილისა და სპექტრის სპეციალისტი და ანალიტიკოსი გვყავს და მადლობა სოციალურ ქსელებს, რომ ყველა ამ სპეციალისტმა ნახა საშუალება, ვნახეთ საშუალება, რათა ჩვენი სპეციალისტური აზრი გამოვთქვათ. დიახ, სწორედ რომ სოციალურმა ქსელმა მოგცა ამის შანსი, რათა საკუთარი აზრი, საბოლოო და უდავო აზრი დავაფიქსიროთ და ამბიციები დავიკმაყოფილოთ. აბა სოციალური ქსელის გამოგონებამდე პირადად მე არც ვიცოდი, რომ ამდენი ანალიტიკოსი, ამდენი მრჩეველი, ამდენი მცოდნე ვცხოვრობთ საქართველოში. თანაც ნებისმიერი განხრის სპეციალისტი, დაწყებული რასაკვირველია პოლიტიკითა და ეკონომიკით და დამთავრებული თეოლოგიითა და ქორეოგრაფიით. ისმის კითხვა, თუ კი ყველაფერი ვიცით, მაშინ ასე ცუდად რატომ ვცხოვრობთ? ის ცნება, რომ პური მეპურემ გამოაცხოს, ჭაჭა მეჭაჭემ გამოხადოს და სახლი მესახლემ ააშენოს, უკვე წარსულს ჩაბარდა. ახლა სხვანაირადაა საქმე. დიახ, პური კვლავ მეპურემ უნდა გამოაცხოს, მაგრამ მის გვერდით წინ და უკან ვიდგებით უამრავი სპეციალისტი და ანალიტიკოსი, რომელიც რჩევა დარიგებას მიუცემ, თუ როგორ უნდა გამოეცხო პური უკეთესად და რატომ არ გამოუვიდა მას ეს. თუმცა ეს ტრადიცია არაა ახალი. გამახსენდა საბჭოური ეპოქა. ხშირად მინახავს ასეთი სურათი. ქუჩაში მუშა მუშაობს, წერაქვითა და უროთი ამსხრევს ასფალტს და მის ირგვლივ კი დგანან რაიკომის მდივანი, აღმასკომის მდივანი, ცეკას ინსტრუქტორი, ტეკას ინსტრუქტორი, უბნის ინსპექტორი, საორგანიზაციო განყოფილების გამგე, საყოფაცხოვრებო სამმართველოს უფროსი, აღმასკომის ინჟინერი, მდივან მემანქანე, მძღოლი, კიდევ რამდენიმე გაურკვეველი თანამდებობის ადამიანი და ყველა უყურებს თუ როგორ მუშაობს მუშა და პერიოდულად რაღაცას ხელმძღვანელურს და დირექტიულს ჩასძახებენ ხოლმე. ამ დროს მუშა ერთია, დამკვირვებლები კი ლეგიონი. და რამით განსხვავდება დღევანდელი სიტუაცია? უბრალოდ რაიკომი, აღმასკომი აღარ არის, მაგრამ მრჩევლები, კრიტიკოსები და მლანძღველები ზღვა ვართ. მე ახლა ამდენს იმიტომ ვლაპარაკობ, რომ წერეთლის გამზირის გარშემო ატეხილი ამბავი ცოტა გამაღიზიანებელ ფაზაში გადავიდა. თურმე ყველამ ვიცოდით, რომ შემსრულებელი არ ვარგა, რომ შემსრულებელი ვერ ჩაჯდება ვადებში, რომ შემსრულებელი დამკვეთის ნათესავია, რომ მილიონები მოიპარეს და კიდევ მოიპარავენ. სხვათა შორის იგივე ხდებოდა ჭავჭავაძის პროსპექტის რეაბილიტაციის დროს და დარწმუნებული ვარ, იგივე მოხდება ვაჟა ფშაველასა და რუსთაველის გამზირის რეკონსტრუქციისას, რაც როგორც ვიცი მალე დაიწყება. იმედი აუდიტის სამსახური გაარკვევს, თუ რა მოხდა და ვინაა დამნაშავე. დაველოდოთ აუდიტის დასკვნას. ერთი ვიცი, რომ ასეთი მასშტაბური მშენებლობების დროს აუცილებლად თავს გამოყოფს რამე ფორს-მაჟორი და ისიც მახსოვს, რომ წერეთელზე მშენებლები რაღაც სამარხებს გადააწყდნენ და სამუშაოები შეჩერებული იყო. როდესაც წერეთლის პროსპექტის რეაბილიტაცია დაიწყო, ერთმა ჩემმა ნაცნობმა სოციალურ ქსელში თავის კედელზე დიდი განცხადება გააშანშალა. მოდი ავდგეთ და გავიდეთ და გავაპროტესტოთ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაო. როდესაც მე მორიდებით ვკითხე, კი მაგრამ რეაბილიტაცია რატომ უნდა გააპროტესტო მეთქი, მან ბრაზიანად მიპასუხა, შენ ეტყობა მანქანით არ დადიხარ და არ გაწუხებს ეს რეაბილიტაციის პროექტიო. მეგობრებო, მანქანითაც დავდივარ, ავტობუსითაც, კონკითაც და ეტლითაც. ზოგჯერ ფეხით დავდივარ, როდესაც შედარებით მცირე მანძილზე მიწევს გადაადგილება. სამწუხაროდ სკუტერი არ მაქვს, თორემ სკუტერითაც ვივლიდი, მაგრამ იმედია, აი 2030 წლამდე მოუმზლავრდები და სკუტერსაც შევიზენ. ამიტომ მე ვიცი, რას ნიშნავს დისკომფორტი გადაადგილების დროს. მაგრამ ფაქტია, რომ გასაკეთებელი იყო და უნდა გაკეთებული იყო და როგორ უნდა გაკეთდეს, თუ კი არ გაითხარა. კვერცხს თუ არ გატეხავ, ერბო კვერცხს ვერ შეწვავ. სამაგიეროდ გატეხილი კვერცხი მე გადაგავიწყდებათ და
ერბოკვერცხი კი დაგრჩება. რეაბილიტაცია და გაჭირვებული გადაადგილება დაგვავიწყდება სამაგიეროდ განახლებული და ჯანსაღი წერეთლის გამზირი დაგრჩება. ასე მგონია მე. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.